სახელითა მამისათა დაზისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. შეგვეციოს ყოვლადწმინდა დედო ღვთისმშობლისა ძალა მადლი და ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ხსენებაა დღეს. ამ სასწაულთ მოქმედი ხატისა ძალა და მადლი. ეს საკითხული სახარება ძალიან მნიშვნელოვანი არის. ესე იგი მაცხოვარს ხდება ასისთავი და ეუბნება რომ განკურნე ჩემი მსახური. და უფალი პასუხობს რომ მოვალ შენთან და გავკურნო. და როგორი თავდაბლობა აქვს? ასისთავია თან რომაელი არ უყვარდათ, მაგრამ ამ ადამიანს ჰქონდა რიდი მოგზალება და ახლად გამოჩენილი წინასწარმეტყველისა მიმართ, როგორადაც იმ დროს მაცხოვარზე საუბრობდნენ და ლაპარაკობდნენ, რიდი და ეუბნება რომ არა ვარ ღირსი რომ შემოხვიდე ჩემს სახლში და რადგან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი ვარ და ვეტყვი ჩემს სახლს სადი და ვეტყვი მოდი და მოდის, ასევე შენ შეგიძლია ჩემთან მოუსვლელად უბრძანო ამ ამყოფობას და ჩემი მსახური განიკორნოს. გაუკვირდა მაცხოვარს, მიუბრუნდა ხალხს, რომელიც მას მისდევდა და უსმენდა მის გადაგებას და ეუბნება, მე მსგავსი სარწმუნოება არსად არ მინახია. როგორი მაგალითია ჩვენთვის ყველასთვის. ის კი არა რომ თქვა თანამდებობა ჰქონდა და ეუკადრისა რომ როგორ მე ჩემთან მოვიწვიე რომ მოსულიყო და რატო არ მოვიდა რაღაც ესეთი გულისეთო ჰქონდა და არა პირიქით თავის თავს უღირსად თვლიდა რომ მასთან ეს დიდი სიწმინდე საჩუქარი ღვთისა მისულიყო. მაგრამ მერთი რადგან გულთამხილავია, მან ყველაზე უფრო დიდი სიხარული და დიდი საჩუქარი გაუკეთა ასისთავს. მას გულში ქრისტე გაუცოცხლა, ჩაესახა და გაუცოცხლა. მან შეიძინა რწმენა თავდაბლობისა წილ სანაცვლოდ. და აი მართლაც უთხრა, მიუბრუნდა ამის შემდეგ და ეუბნება, იარე მშვიდობით, ანუ მიდი სახლში შენთან და სარწმუნოებისა ებრძენისა მოგეცე შენ. და განიკორნა მისი მსახური, ხოლო მის გულში ქრისტემ დაისადგურა. ისე ვართ ჩვენ ყველანი. ღვთით გვეძლევა ჯილდო და საჩუქარი. როგორც სახარებაში ამბობს უფალი, ჩვენ ჩინებულნი ვართ, ანუ მიწეულნი ვართ იმ სადღესასწაულო ტრაპეზზე, სასუფეველში უფალთან, მაგრამ რჩეულნი ცოტანი არიან. არა ყოველი რომელი მხადის მე მიძახის მე და მიხმობს უფალო ცხონდების, არა ყველა, არამედ რომელიც იმ ცნებას იცავს, რომელიც უფალმა მოგცა. და არა ყოველი შევა სასუფეველში მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტიანია, არამედ ის რომელიც ამ თავდაბლობით მსახურობს და ცხოვრობს და დგას ღვთის წინაშე მართლად. ასე რომ ეს გზა, რომელიც უფალმა დაგვიდგინა და მოგცა, იოლად მისაღწევი არ არის იმ საბოლოო მიზნისა, რომელსაც ღმერთი გვისახავს და გვიქადაგებს სასუფეველში მასთან ერთად ყოფნა. და სხვაგან სახარებაში ამბობს, სასუფეველი ცათა იძულებით უნდა მოვიპოვოთ და ეს უძულება პირველ რიგში საკუთარ თავს, საკუთარ მეს, ეგოს მოცილებას ეკუთვნის. ვინც მცნებით ცხოვრობს, მაშინ ღმერთისა მადლი მასთან არის. ვინც მოჩვენებითად იძახის რომ არის ქრისტიანი და თითქოს სხვის დასანახად ასრულებს წესს, მასთან მადლი არ არის, რადგან მას უმადურობა სჭამს. და უმადურია ადამიანი და უმადლოა. მადლიერია ადამიანი და მადლია მასთან. ისე ჩვენ ყველანი, ვინც რომ მოვინათლეთ, ან თუ ეკლესიაში დავდივართ, ნუ ვიფიქრებთ, რომელს უპირობო გარანტია იმისა, რომ სასუფეველში ვიქნებით. არა, ჩვენ გვმართებს, როგორც მოციქული ამბობს და სახარება, თქვენ მორწმუნეთა ის იტვირთეთ, ვინც რომ თქვენგან განსხვავებულად
ცხოვრობს და ფიქრობს. ნუ განიკითხავთ იმას, ვინც არ მარხულობს. და ნუ განიკითხავთ სხვას, რამე თუ არ იცით, სხვისა მონისა განკითხვის სანაცვლოდ, მსგავსი შეცდომა და მსგავსი განსაცდელი თქვენზე არ დაუშვას უფალმა. ჩვენი გზა, როგორც უფალი ამბობს, ვიწროა და ეკლიანი. ხშირად ამბობენ ადამიანები, აი მართლაც ვცხოვრობ და სულ გასაჭირში ვარ და ვინც აჩაღია, ვინც მეკცამია, ვინც მომხოჭელია, ისინი როგორ კარგად ცხოვრობენ. ჩვენი არჩევანი არა ამ წუთის სოფლის მატერიალურ არ ქონებაზე არის დამოკიდებული. ჩვენი არჩევანი და ჩვენი მიზანი ისეთი საუნჯის შეძენა არის, რომელსაც ვერც კურდი მოიპარავს, ვერც ჟანგი შესჭამს და ვერც ჭრჩილი გააფუჭებს. ესეთი კიდევ სულიერი სიმდიდრე არის. რა არის ეს? კუდროება, სიყვარული, მეგობრისა თანადგომა, განსაცდელში ჭირთათ მენა და განსაცდელში შვისა ნუგეშის ცემა. აი ეს არის ის სიმდიდრე, რომელსაც ვერაფერი ვერ დააკლებს. ამ სოფლისა ვერც ყაჩაღი და ვერც ვიღაცა ქვეგამხედავი ვერაფერს ვერ დააკლებს ამ ჩვენს განს. ვინც ამით გამდიდრდება, სულიერ სიმდიდრეს შეიძენს, მადლიც და მკურთხევა უფლისაც მასზედ იქნება. ამისი მაგალითი ბევრი არსებობს საეკლესიო ისტორიაში. ამისი მაგალითი ბევრ ქვეყანაში არის, სადაც ღვთის მადლით და ღვთისადმი მადლიერებით უცხოვრიათ. ჩვენი წინაპრები ესე ცხოვრობდნენ და დღეს ამიტომაც არის, რომ ეს ქვეყანა არსებობს იმენით, იმ რწმენით, იმ ადგილზე, რომელი ადგილითაც, რომელი ენითაც და რწმენითაც ჩვენმა წინაპარმა იშრომა სულიერად და ფიზიკურად იბრძოლა, რომ დღევანდელებისთვის შემოენახათ ეს სიტყვით გამოუთქმელი და ვერანაირი რიცხვითი ნიშნულობით აღუწერელი მადლი და სიხარული. ისევე დღეს ჩვენ გვმართებს მხოლოდ ერთი საუნჯის ძიება და პოვნა. საუნჯი ღვთისა, რომელიც არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. მერთმა დაალოცოს ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა. განსაცდელი გვაქვს ძალიან დიდი და ბევრი და ალბათ მომავალშიც ესე იქნება. თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს ადგილზეთ უნდა ვიყოთ ქრისტეს მხნე ამსარებლები. არაფერმა არ უნდა შეგვაშინოს და ყველაფერს გონიერებით უნდა განსჯდეთ. მაგრამ ეს გონიერი განსჯის უნარი ღვთის სიყვარულის და თავდაბლობის გარეშე არ მიეცემა ადამიანს. რადგან მოციქულიც ამბობს, თავდაბლობის გარეშე ცოდნა გაამპარტავნებს ადამიანს და დაღუპავს ამპარტავნება, როგორც ყველაზე ძლიერ ანგელოს ამპარტავნებამ საცდური განუმზადა და ჯოჯოხეთისა ბინადრად აქცია. ისე ადამიანი, რომელიც ცოდნა შეიძენს, მაგრამ თავმოწონებით, ამპარტავნებით შეიძენს, იგი დაღუპვის გზაზე დგას. და მოციქულთა მაგალითი არის ამისი ნათელი სახე. თუ როგორ შეიძლება თავდაბლობით, უბრალოებით საღვთო მადლს და ყველაზე აღმატებულ ცოდნას ეძიაროს ადამიანი და მისი სული. მე ვთხოვთ თავდაბლობით, ღვთისადმი სიყვარული და ერთგულებით ჩვენს ერს მისცეს ამ ხილული და უხილავი განსაცდელისა კეთილად გონიერებით გავლა და სასופელოში ერთად ყოფნა, რათა ვადიდებდეთ ერთი პირი და ერთი გულით მამასა და ძესა და წმინდასა სულსა ას და უკუნისამდე ამინ. ჩვენთან არის ღმერთი, იოცავთ დღესასწაულს. დღესასწაული იქნება შაბათს, პეტრე პავლოვის დღესასწაული, ჩვეულებრივ ჩატარდება, იქნება წინა დღეს წუხრი ცისკრის მსახურება და მეორე დილით დღესასწაულის დღისით იქნება 9 საათზე საღვთო მსახურება. ჩვენთან არის ღმერთი.